დავითაია პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარის შემოგვერთა მოგესალმებით ბატონო მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ იმ ასე ვთქვათ უკვე სკანდალური შეხვედრით, რომელიც ჯერ არ ვიცით რა შედეგით დამთავრდება, მაგრამ დიდი ხმაური მსოფლიოში უკვე გამოიწვია. აი რა პერსპექტივა აქვს ასე დაწყებულ პირველ საჯარო შეხვედრას უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს შორის. დიდი მადლობა მოწვევისათვის. და მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა არის, იცით, მე არ მახსენდება, როდესაც ასეთი დონის შეხვედრაზე საჯაროდ ხდება ურთიერთდაპირისპირება, ხო? ვინც იცის და ვინც მონაწილეობა მიუღია ასეთ შეხვედრებში, ეს შეხვედრები მზადდება, მოდი ასე ვთქვათ, შეთანხმება ხდება გარკვეული საკითხების და თუ დაძაბული რამე საუბარი არის და რაღაცა ვერ თანხმდებიან მხარეები, ეს ხდება დახურულ კარს მიღმა. და შემდგომ უკვე ჩვენ ვიცით რომ ხან ერთობლივ ბრიფინგს ატარებენ, ხან არ ატარებენ და აქ ხვდებით უკვე რომ სიტუაცია სულ სხვა იმაში წავიდა. აქ ჩვენ დავინახეთ ღია ეთერში ფაქტურად შოუ, მოდი ასე ვთქვათ, რასაც მოვასწარეთ და ეს შოუ გრძელდება ახლა, სადაც ფაქტურად დაპირისპირება წავიდა არა მარტო სიტყვიერი, არამედ რაღაც გარკვეული შეურაცხყოფებით ვიცე-პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის. ეს ხატყობს, რომ თუ რაოდენ მაღალი არის ტემპერატურა ოთახში იქ და ის საუბრები რაც მიდის, თქვა არავინ არ იცის რითი დამთავრდება, მოდი ასე ვთქვა. ძალიან საინტერესოა თვითონ მიდგომა ხალხს აი კიდევ ვრცელდება ხო ინფორმაცია ფაქტობრივად ონლაინ რეჟიმში ჟურნალისტები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ამ შეხვედრას ადევნონ თვალი, ყოველწუთიერად ახალ ასე ვთქვათ ეპიზოდებს აქვეყნებენ ამ საუბრიდან. თქვენი ქვეყანა ძალიან დიდ განსაცდელშია. თქვენ არ შეიძლება ახლა ისაუბროთ მოგებაზე, მაგრამ გაქვთ ძალიან კარგი შანსები იმისათვის, რომ ამ სიტუაციიდან ნორმალურად გამოხვიდეთ ჩვენი დამსახურებით. თქვენ მარტო არ ყოფილხართ, ანუ ბუნებრივია ტრამპი მიმართავს ამ შემთხვევაში ზელენსკის. თქვენ მარტო არ ყოფილხართ, ჩვენ მოგეცით თქვენ ყველაფერი ჩვენი სულელი პრეზიდენტის დამსახურებით 340 ბაიდენს გულისხმობს, რა თქმა უნდა, 350 მილიარდი დოლარი. ჩვენ მოგეცით თქვენ სამხედრო ტექნიკა. თქვენ რომ არ ქონოდათ სამხედრო ტექნიკა, ეს ომი ორ კვირაში დამთავრდებოდაო, აი ესეთი. რაზეც ზელენსკი მოპასუხა, რომ ეს პუტინისაგან მან უკვე მოისმენა. ხო, ძალიან სერიოზული პასუხი იყო მისი მხრიდან, მინდა პირდაპირ თქვა. ნუ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ხედავთ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია არის, მაგრამ არუთა საუბარი რომ იარაღი მისცეს, არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ბრძოლობს უკრაინელი გმირი ხალხი. ეს ხალხი ბრძოლობს და ბრძოლობს ამხელა იმპერიის წინააღმდეგ და ეს იარაღის მიწოდებამდეც კი იყვნენ ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობაში. ხო, მოდი ვთქვათ სიმართლე. იგივე კიევის აღების დროს, იგივე სხვა მომენტები როცა იყო, ხო? ეს უკრაინულმა ჯარისკაცებმა და არა მარტო უკრაინულმა, ხა არ შემიძლია აქ არ თქვა ქართველებზე, რომელიც იქ არიან ახლა. კი, სხვადასხვა ერის ხალხი ბრძოლობს, მაგრამ ქართველები კონტინგენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე პირველია უკრაინელების შემდგომ, ხო? და ეს არ არის, ეს არის მეგობრობა ქართველსა და უკრაინელებს შორის, ხო? აქედან გამომდინარე და ის ქართველები, რომელიც იქ არიან, არა მარტო უკრაინულ ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, არამედ იცავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და რაც მთავარია, ეს ყველას ავიწყდება ერთი რაღაცა, რომ ძალიან სერიოზულ გამოცდილებას ღებულობენ საბრძოლო მოქმედებებში. რაც მომავალში, როცა საუბარი არის საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განსაკუთრებული ომია, ხო, რაღაც დრონებით, 1000 რაღაცებით. ასეთი გამოცდილება საქართველოს ჯარებს არ აქვს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არ შემიძლია ხა ამ საკითხთან დაკავშირებით არ გკითხოთ. რუსეთის მხრიდან დაანონსება რეგულარული საჰაერო მიმოსვლისა რუსეთსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის და ასე ვთქვათ, ხო, მატარებლის მარშრუტის დაგრძელება. ანუ ამან ძალიან ბევრს გაუჩინა ასოციაცია ხომ არ მიდის რუსეთი იმ ყბადაღებული რკინიგზის აღდგენის გეგმისკენ. ანუ რეალურად აი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის თუ არა გარკვეული
პროპაგანდისტული ნაბიჯები რუსეთის მხრიდან, პროვოკაციული ნაბიჯები. ეს არის ანექსიის ნაბიჯები, კალბატონო. ეს არის ანექსია და თქვენ სწორად აღნიშნეთ ერთი რაღაცა, ხო არ არის საუბარი რკინიგზის აღდგენაზე. და ზუსტად ამ აქედან მინდა დავიწყო ახლა ეგ თემა. როდესაც სოხუმის აეროპორტის აღდგენა იყო და ტექნიკური რეისი შედგა, 1 მაისიდან უნდა დაიწყოს რეგულარული ფრენები და ახლა მაგალითად გუშინ ჩამოფრინდა საგანგებო სიტუაციების თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის და დაზიანდა და უკან ვერ მიფრინავს. მაგრამ და რატო ტვირთების გადმოზიდვები დაიწყეს? იქ აქვს გუდაუთის სამხედრო ბაზა, მაგრამ სოხუმშიც და რატო სოხუმი ახლა და ეს მიბმულია რკინიგზაზე, ჯერ პირველ ეტაპს მოგახსენებთ. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთმა გუშინ გაუშვა პირველი მატარებელი, ასეთი მატარებელს ქვია სტრელა, რომელიც სწრაფმავალი არის და ეს რეისი იყო სოჭი, გაგრა. ამას გუშინ დაემატა გაგრა, სოხუმი. არ ჩერდება ასეთ პირდაპირ მიდის და შემდგომი არის სოხუმი ბაბუშერის აეროპორტი. ბაბუშერის აეროპორტში პირდაპირ რკინიგზა არ შედის, რაღაც მონაკვეთია დარჩენილი. ეხლა საუბარი არის 1 მაისამდე ამ მონაკვეთის დამთავრება და აქედან გამომდინარე პირდაპირ მატარებლიდან, ესე იგი ადლერის აეროპორტის განტვირთვა მოხდება მგზავრების სოხუმის აეროპორტით და პირდაპირ რუსეთში ამოყოფენ თავს. ნახე 40 წუთში 1 საათში იქნებიან იქ. მაგრამ რა შეეხება რკინიგზას? ესე იგი ბაბუშერამდე მოვიდა და სოხუმის ბაბუშერის აეროპორტიდან ოჩამჩირის საზღვაო ბაზამდე არის 40 კილომეტრი, მეტი არა. ამიტომ ტვირთების მეორე ეტაპი აეროპორტის აღდგენის არის სატვირთო აეროპორტის თვითმფრინავების აეროპორტის შექმნა. იმ კომპანიამ, რომელმაც ავიაციის აღდგენა გადაწყვიტა, უკვე მეორე გეგმა დაამტკიცა. ესე იგი, ეს ხდება იმიტომ, რომ სწრაფად ტვირთები დიდი ალბათობით წავა ოჩამჩირის საზღვაო ბაზისკენ. ესე იგი, რკინიგზის მონაკვეთი ოჩამჩირამდე უკვე დალაგებული აქვს და დარჩება ოჩამჩირი, გალი, ზუგდიდის მონაკვეთი. ხო ხტებით? ფაქტურად აქ საუბარი არის, რომ გალის ჩათვლით სამუშაოები დამთავრებულია. გალიდან ენგურამდე რჩება ეს მონაკვეთი, რომელიც მაქსიმუმ 1 თვის სამუშაოა, მოდი ასე ვთქვათ, და ინფრასტრუქტურა მზად იქნება რკინიგზის ასაღებად. კი ბატონო, თქვენს განცხადებას ვკითხულობდი, ხო, თქვენ პირდაპირ მოუწოდეთ ქართულ ოცნებას დაარღვიოს დუმილის რეჟიმი. ანუ რიცი გაკეთე, მოდი რეალისტები ვიყო და რეალურად შევხედოთ. ხო, გავიგერო, საერთაშორისო მექანიზმები არ ვიცი, შეუძლია ხა გამოიყენოს, როდესაც ფაქტობრივად თვითონ არის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული თანამეგობრობისგან. ორი მომენტია. პირველი, რომ უნდა მოხდეს რეაგირება და სიჩუმე არ უნდა იყოს, უნდა იყოს ლაპარაკი, რომ ხდება ანექსია. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. შენ როცა ეგუები შენი ტერიტორიების წარდგენას და სიჩუმეში ხარ, შენ ხელს უწყობ ამას. ამიტომ სიჩუმე არ შეიძლება. ეხლა რეალური მოქმედება რა შეიძლება იყოს. ეს არის სოხუმის აეროპორტი და მინდა დეტალურად განვიხილო ეგ თემა. უყურეთ კალბატონო, სოხუმის აეროპორტი იყო დახურული საქართველოს მთავრობის მიმართვით იკაოზე, საერთაშორისო სააგენტოზე, საავიაციო, რომელმაც ეს აეროპორტი დახურა. როდესაც რუსეთი ვერაფერს ვერ შებოდა, ფრენები ვერ დგებოდა, რატომ? იმიტომ რომ დაკარგავდა ლიცენზიებს. იმ კუთხით, რომ მას შეექმნებოდა პრობლემები საერთაშორისო არენაზე. როდესაც რუსეთი მოექცა სანქციების ქვეშ, მან იხელთა მომენტით და რადგანაც ვერ დაფრინავენ ვერსად, დაიწყო ამის აღდგენა. რა მიმართულებით მუშაობს დაფრინავს რუსეთი? დაფრინავს თურქეთი, აზია, არაბული ქვეყნები და საქართველო, ხო? ეხლა როგორც საქართველოს მთავრობამ თავის დროზე მიმართა აეროპორტის დახურვაზე, ეხლა ჩვენ რომ მივმართოთ, რომ ამ ფრენებს, საერთაშორისო ფრენებს რუსეთს შეექმნას პრობლემები, საუბარია თურქეთის მიმართულება, არაბული ქვეყნები და აზიურ ქვეყნებში, იმიტომ რომ ისიც ხო იკაოს წევრები არიან და ჩვენ შეიძლება ეგ საკითხი დავაყენოთ და ამითი პრობლემები მათ შეექმნება. არავინ ამას არ აყენებს, ვთქვით? ეს მექანიზმია ბრძოლის, რომ სოხუმის აეროპორტი ამუშავებს. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ თურქეთს და რუსეთს თუ პრობლემა შეუქმნენი ფრენებში, რა აწყობთ მაგათ სოხუმის აეროპორტი თუ თავისი ფრენები გქონდეს. მაგრამ შენ თუ სიჩუმეში იქენი, რა თქმა უნდა იმას გააკეთეს. სიჩუმე არ უნდა გქონდეს. უნდა იყოს მუშაობა და დღეს ეს მუშაობა არ არის. არავის არ აინტერესებს ეს ამბავი. რატომ თქვენ რა? ნუ არ არის სახელმწიფო პოლიტიკა, არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან არ არსებობს. არ არსებობს ბუნებაში. და ამით სარგებლობს ოკუპანტი ქვეყანა და თავის პოზიციებს იძლევა თქვენ დააკვირდით. ვინმე წარმოიდგენდა რომ ფრენების თემა, ეს რკინიგზის თემა, რომელიც მიდის, სამხედრო ბაზები, ის რაც დღეს აფხაზებს ჭირთ რეალურად, ხო? ეხლა არჩევნები აქვს თვალ და აი მედია, რო არა ეხლა სანამ ეთერში შემოვდიოდი, ჟურნალისტებს თქვენ ველაპარაკებდი, რო არა დღეს პალიტრა ტევე, აი დღევანდელი დღე.
რაც მოხდა კონკრეტულად ამ მატარებლის თემაში. არც ერთმა ტელევიზიამ ეს თემა არ აწია. არც ერთმა ტელევიზიამ არ დაიწყო გახმაურება ანექსიასთან დაკავშირებით. ეს რას ნიშნავს? პირდაპირ ჟურნალისტებს მინდა უთხრა. აქ არ არის ლაპარაკი ჩემზე ამ ვიღაცაზე. თქვენ მედია არის დღეს ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესის საზოგადოებრივი რო ეძახიან მეოთხე ხელისუფლება რატო არის ხელისუფლებაა მედია დღეს დღის წესრიგი უნდა იყოს ეს არის თავარი თემა და მადლობა მინდა პალიტრას გადაუხადო იმიტომ რომ ეს თემა თელი დღის განმავლობაში თუმცა მედიაში ძალიან ესეთ ფართოდ გაშუქდა რუსეთის დაზვერვის სკანდალური განცხადება სადაც წერია იმის შესახებ რომ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებში თურმე ევროკავშირი გადაუხდის ახალგაზრდებს დღეში 120 ევროს და ამ ფულის ქვეყანაში შემოტანის გზები განიხილება მათ შორის შესაძლებელია ქეშის შემოსატანად გამოიყენონ სომხეთი. პირდაპირ მინდა გითხრათ არასდროს გაშუქდა. უნდა გაშუქებული იყოს რომ ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს სახელმწიფო წინააღმდეგ და არა განცხადება იმისი რა ქვია დაზვერვის დეპარტამენტის და პიარის ეს არის ჰიბრიდული ომი. და არა იმის გახილვა ვინ ამდენს ფულს მიიღებს. ეს არის ჰიბრიდული ომი ქვეყნის წინააღმდეგ. ევროკავშირის გზასთან დაკავშირებით. აი ესეთი კუთხით უნდა ხდებოდეს ამაზე მუშაობა. დღეს თქვენ ხო ხედავთ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა, ხო? ვინმე წარმოიდგენდა იმას, რომ წავიდოდა საუბარი უკრაინა დაესხა თავს იმას რუსეთს? ნუ ეხლა ხო ხვდებით ეხლა აი ამ სიტყვათა წყობით საუბარი უკვე კატასტროფა არის. უკვე კატასტროფა არის ეს. აი გვაქვს აი ამ დაძაბული საუბრის ამსახველი კადრების კარგი იქნება სრული ეკრანით ხო გავუშვათ გეტყვით რომ იკამათა ზელენსკიმ არა მხოლოდ ტრამპთან არამედ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეიდი ვენსთან მას მიუთითეს შემდეგ ვენსმა პირდაპირ უთხრა რომ ის ასე ვთქვათ, უპატივცემულოდ იქცევა, ანუ მოდის ოვალურ კაბინეტში და თავს ესხმის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომელიც ცდილობს წინ აღუდგეს მათი, ანუ უკრაინის როგორც სახელმწიფოს ნგრევას ტრამპმა მიუგო, თუმცა ახლა ზელენსკი საუბრობს ამ შემთხვევაში, ხო? ეს უკვე პოლიტიკა არ არის. ეს რასაც ახლა ხდება, ეს უკვე რა ვიცი, ალბათ სიგიჟეა მსოფლიოში. ეს უკვე პოლიტიკა არ არის. ფაქტობრივად უმადური უწოდა ხო ტრამპმა. ეს რაღაც ორლობის საუბარი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ პოლიტიკური წრეები იყვნენ ხელისუფლებაში და არა ბიზნესმენები. და არა ბიზნესმიდგომები უნდა იყოს. დღეს იმის საუბარი უკრაინაზე რომ წიაღისელი უნდა წაიღოს, რას მაგონებს, იცით? როდესაც გაგიპარტახებენ სახლს, დაგინგრევენ, დაგიწვავენ და მე მარადორები მოდიან და მიაქვთ რაღაცეები რა. კი ბატონო. აი ეს არ შეიძლება ესეთ რაღაცა. სახელმწიფოს უნდა პატივიცემა უნდა იყოს, რომელიც აგრესიის სოფლიომ დაუსვა შეცდომა საქართველოსთან, უკრაინასთან, გერა საქართველოსთან. როდესაც საქართველო აი ესეთ პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აგრესია პუტინის თავზე აიღო, ხო? და ამას არ ქონდა ის შეხება, ის რეაგირება, რაც უნდა ყოფილიყო. აი შედეგები ახლა არის. უკრაინიდან შეხვედრაც ხატყობს, რომ ყველაზე მოულოდნელი შეიძლება იყოს ტრამპის ადმინისტრაციის საბოლოო ოფიციალური პოზიცია. საქართველოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხო? ძალიან ძნელია პროგნოზირება, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, დოკუმენტზე ხელმოწერით დამთავრდება, არ დამთავრდება, რა მოყვება. არა, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, როდესაც მოიცლის ტრამპის ადმინისტრაცია და საბოლოო ოფიციალურ პოზიციას ჩამოაყალიბებს, რა შეიძლება ეს იყოს? ეს შეიძლება იყოს ისეთივე კრიტიკული და მწვავე როგორიც აქვს ევროკავშირს თუ მე სხვა აბსოლუტურად განსხვავებული. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულად ამერიკის მიდგომა შეცვლილი არის, ეს უკვე ჩანს და ამის ნათელი მაგალითი არის გაეროს რეზოლუცია, პირდაპირ უნდა ითქვას ეს. ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ აპირებენ ტრამპის პოლიტიკის გატარებას, ესეც ნათლად ჩანს. და ნუ ქვეყანა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება, არ დაგვავიწყდეს, რომ დაპირისპირება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ყოველთვის ამით სარგებლობს ჩვენი ოკუპანტი მეზობელი რა. ამიტომ ქვეყანა ძალიან турბულენტურ სიტუაციაში შედის და ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად და იგივე პოლიტიკური კულტურაც უნდა გქონდეს იმ ხელა რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამაში რას გულისხმობთ? აი მინდოდა მეკითხა და მოდი ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ. ეს არის სახელმწიფოზე, ბართულ პარტიაზე დამოკიდებული, პირდაპირ გეუბნები და არა ოპოზიციაზე. არა ოპოზიციაზე, არა იმ არის.
მაგრამ რა თქმა უნდა არის ახლა მე არ მინდა თქვა რომ მარტო ხელისუფლება რა თქმა უნდა ოპოზიციაც არის მაგრამ თავარი მომენტი არის ხელისუფალი რა რატომ მას აკრძალა უფლება ის კარნახობს ის წესრიგს და ჩვენ ხედავთ რომ ქართული ოცნება ყალიბდება როგორც ერთი კომუნისტური პარტია და უნდა ეს კომუნისტური პარტიის შლეიფი იყოს თელ ქვეყანაში და აი ეს უკვე ამით ისარგებლო ჩვენი მეზობლები მადლობა